მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ნინი ჭაჭია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და თქვენ უყურებთ გადაცემას საუბრები ჯანმრთელობაზე და არა მხოლოდ. წინა ხუთშაბათს ჩვენი პირველი გადაცემა გავიდა და დღეს ამ გადაცემის შემდეგ შემოსულ ძალიან დეტალურ შეკითხვებს შევეცდებით, რომ კიდევ უფრო დეტალიზირებულად პასუხები გავცეთ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი ჩემი ბრენდ მენეჯერი ნათია გაფრინდაშვილი, რომელიც დამეხმარება დღეს მომაწოდოს შეკითხვები, რომელიც წინა კვირის გადაცემიდან შემოვიდა. წინა კვირის გადაცემაში ჩვენ შევეხეთ თემას მიტოვებული ბავშვის სინდრომს და ზოგადად მთავარი ყურადღება გავამახვილეთ მოზარდებისა და მშობლების ურთიერთობაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც უყურა გადაცემას და მათ შორის განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოგვიგზავნეს თავიანთი შეკითხვები. სანამ უშუალოდ შეკითხვებზე პასუხებს გავცემ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი გადაცემა გავა ყოველ შაბათს თბილისის დროით 21 საათზე. და ამიტომ ძალიან გვჭირდება თქვენი აქტიურობა. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობას. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება მშობლებისა და შვილების, თინეიჯერების და შვილების ურთიერთობას, განსაკუთრებით ემიგრანტი მშობლების და შვილების ურთიერთობას, თუმცა თუ კი ესე ზოგადად შევხედავთ, რეალურად დიდი განსხვავებები და პრობლემები დიდად არ განსხვავდება თინეიჯერ მშობლებსა და შვილებს შორის. ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაცემა ყველასათვის საინტერესო იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერშიც გამოგვიგზავნოთ შეკითხვები და მე შევეცდები, რომ დეტალური და ამომწურავი პასუხი გავცეთ. ნათია, გამარჯობა. მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს საინტერესო გამოგოვა, იმიტომ რომ შეკითხვები საკმაოდ ბევრი იყო წინა გადაცემიდან გამომდინარე და ვეცდები ისეთები ამომერჩია, ვეცადე ისეთები ამომერჩია, რომელზეც უფრო ღრმად შეგვეძლებოდა საკითხის გაშლა და საკითხზე საუბარი. ხო, პრინციპში მეც გადავხედე რამდენიმე შეკითხვა, საკმაოდ საინტერესო შეკითხვები არის და თან რეალურად ისეთ თემებს ეხება, რომელიც არა მხოლოდ დისტანციურად ურთიერთობაში მყოფ მშობლებსა და შვილებს ეხება, არამედ მნიშვნელოვანია ნებისმიერ, ესე ვთქვათ, თუნდაც ფიზიკურად ახლოს სივრცეში მყოფმა მშობლებმა გაითვალისწინონ, რადგანაც გარდატეხის ასაკი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასაკი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გარდატეხის პერიოდი არის და სწორედ ამ დროს უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისებები და მახასიათებლები და უნარები უყალიბდებათ მოზარდებს და პრინციპში ეს ის პერიოდი არის, როდესაც მშობლები ყველაზე მტკივნეულად განიცდიან ხოლმე შვილებთან ურთიერთობის სხვადასხვა გამოწვევებს და მე ხშირად ჩემს კლიენტებსაც, მშობლებს ვეუბნები, რომ ეს არ არის გარდატეხის ასაკი, არ არის მხოლოდ მოზარდების გარდატეხის ასაკი, არამედ ეს არის მათ შორის მშობლებისთვის გარდატეხის ასაკი, რადგანაც ჩვენს მშობლებმა უნდა ვისწავლოთ შვილებთან უკვე პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგანაც გარდატეხის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მწლავე თემა, რაც დგება, ჩვენი შვილები, თინეიჯერები ითხოვენ დამოუკიდებლობას, ითხოვენ თავისუფლებას და აი მთავარი პრობლემური საკითხი, რაც დგება, არის ის, აი სად გადის ზღვარი, აი ამ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი იმისთვის, რომ სრულ თავისუფლებას თავისთავად ცხადია ვერ ვანიჭებთ ჩვენს შვილებს, თუმცა აი რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს, მოზარდებს ხელი შეუწყოთ განვითარებაში, რადგანაც გახდნენ თავისუფლები, ბედნიერები, ლაღები და თვითდარწმუნებულები.
ხო, მოდი გადავიდეთ ახლა შეკითხვებზე. მე თან პარალელურად გავაკეთე ბმული გავურთე ჩვენი წინა გადაცემის, რომელშიც შენ საუბრობდი ფსიქოლოგთან ერთად ამ საკითხზე, მშობლობისა და შვილების ურთიერთობაზე და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხვებზე. პირველი შემოსული კითხვები რაც გვაქვს და თუ რაღაც ლაივში იქნება შეკითხვები, პირველ შემთხვევაში ამ კითხვებს დავაპრიორიტეტებ და მასაც აუცილებლად გაგიზიარებ და გეტყვი ამის შესახებ. ერთ-ერთი ხო ერთს დავამატებ, ანუ იმ თემებს, იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ წინა გადაცემაში დეტალურად გავშალეთ, იმ თემებს არ შევეხები, რადგანაც თუ ვინმეს აინტერესებს, ხო, აი ამ მიტოვებული ბავშვის სინდრომის ან რაიმე აი ამ დისტანციაზე ყოფნის დროს, თქვათ, რა ტიპის გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს მშობლებს, ხო, YouTube-ზე დევს, ჩემს არხზეც დევს და არხზეც დევს ეს გადაცემა და ვფიქრობ, არც თუ ისე გრძელია, ძალიან საინტერესო არის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დეტალურად მოისმინოს ქალბატონი ნანა აღაპიშვილის ძალიან კომპეტენტური და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. კი ბატონო, თუმცა მაინც საკითხს ვერ გავაქცევით, იმიტომ რომ ემიგრანტების ჯგუფში იყო დაწერილი კითხვები და რასაკვირველია ექნებოდა სწორედ იმ ტიპის შეკითხვები, უფრო ღრმად ჩასვლა ინდომებოდათ რამოდენიმე საკითხში. კარგი, პირველი შეკითხვა არის იტალიელი ემიგრანტების ჯგუფში დაწერილი კითხვებიდან. 8 წელია რაც იტალიაში ემიგრაციაში ვარ წამოსული, ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილის მომავლისთვის. მან კი გამიცხადა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება არ უნდა, როგორ უნდა მოვიქცე, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მისთვის არაფერი დამეკლო და სად შევწდი თან აღარც ისე ხშირად არ მელაპარაკება როგორც აქამდე, არც აღარაფერს მთხოვს, როგორ შეიძლება მივუდგეო. ცოტა გრძელი კითხვა გამოვიდა, მაგრამ მეცადე რომ პირდაპირ გადმომეტანა და რეალურად არის ის საკითხი, რომ შვილს თხოვს რაღაც განათლების მიღებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უფრო კონკრეტული პასუხი გექნება, როგორ უნდა მიუდგეს ამ დროს შვილს და რა უნდა გააკეთოს. მოდი პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის მშობლის ინტერპრეტაცია, რომ რამე დააკლო ის, რომ მოზარდს, თქვათ, არ უნდა უნივერსიტეტში ჩაბარება, სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული. ერთი მიზეზი ეს შეიძლება იყოს, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს დაიდენტიფიცირებული მისი ინტერესები და თუ რა სივრცეში უნდა, ხო, რა პროფესიულ სივრცეში უნდა ვთქვათ, საკუთარი თავის რეალიზება და ამ მიმართულებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი მოთხოვნა, რომ როგორც კი ბავშვი სკოლას დაამთავრებს, მოზარდი სკოლას დაამთავრებს, მანვე უნდა გახდეს უნივერსიტეტის სტუდენტი, მე ვთვლი, რომ ეს არის არასწორი ხედვა, რადგანაც ამ შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დავეხმაროთ ჩვენ შვილს, დავეხმაროთ მოზარდს ინტერესების დაიდენტიფიცირებაში და შესაძლოა უნივერსიტეტში არ ჩააბაროს, მაგრამ სხვადასხვა, ვთქვათ, პროფესიულ სივრცეში რაღაცა ინფორმაციები მიიღოს. არსებობს სხვადასხვა პროფესიული კურსები, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს მოზარდს იმისათვის, რომ დაიდენტიფიციროს თავისი ინტერესები. რადგანაც მნიშვნელოვანია ნებისმიერმა ადამიანმა თავისი პროფესიული განვითარება იმ სივრცეში დაიწყოს, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. რადგანაც ზრდასრულობის ასაკში ჩვენ ყველაზე დიდ დროს ვატარებთ, ხო, ჩვენს პროფესიულ სივრცეში და თუ ის აქტივობები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ჩვენ სიამოვნებას არ გვანიჭებს, ხო, რაღაცა თვითკმაყოფილება არ მოაქვს, თვითრეალიზების განცდა არ მოაქვს, გამოდის, რომ ფაქტობრივად განწირულები ვართ, ვიყოთ ხისტად ვიტყვი, ცოტა უბედური. არ შეიძლება, ხო, აკეთო შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი აკეთო ის საქმე, რომელიც არ მოგწონს და სიამოვნებას არ განიჭებს. ამიტომ პირველი რაც შემიძლია შეჯამება გავაკეთო, ქალბატონო, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამე დააკელით და ამიტომ ამ მიმართულებით ნუ დაიდანაშაულებთ თავს, პირიქით შეეცადეთ თქვენ შვილთან კომუნიკაციის საშუალებით დაეხმაროთ იმსჯელოთ სხვადასხვა პროფესიულ სივრცეებზე და დაეხმაროთ
მოახდინოს თავისი ინტერესების იდენტიფიცირება. ხო, ინტერესების იდენტიფიცირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სხვათა შორის რამდენიმე კომენტარში პირველი რაც იყო ის ნაწილი, რომ არ მესმის საკუთარი შვილის. ანუ ვეღარ ვუგებ რაღაცა კონკრეტულ პერიოდში, როცა სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, იყო რამოდენიმე შეკითხვა, ხა სანამ კითხვას წავიკითხავ, ჩემი შვილი ჩემს კალთას იყო გამოკერებული, მაგრამ რომ წავედი აღარ მესმის მისიო. და რით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი გამოწვეული და როგორ შეიძლება ვიურთიერთობა, როცა საერთოდ კომუნიკაციას წყვეტ ჩემთანო. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც ადამიანი ემიგრაციაშია და მშობელი ემიგრაციაშია, ნებისმიერ ცვლილებას აბრალებს, ესე ვთქვათ, აბრალებს ბრჭყალებში იმას, რომ ის არ იმყოფება ფიზიკურად ერთ სივრცეში. აქ მინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დედის კალთას ბევრი ბავშვი არის, ესე ვთქვათ, ამოფარებული, მაგრამ ბავშვები იზრდებიან და მერე აღარ ჭირდებათ ეს კალთა, ამიტომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მშობელი ემიგრაციაში არის თუ ფიზიკურად მის გვერდით არის, მისი შვილი უბრალოდ გაიზარდა, სჭირდება რაღაცა ალბათ იმ ეტაპზე არის ახლა, როდესაც მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ძალების მოსინჯვა, რაღაცა საკუთარ თავს გასცეს პასუხი ვინ ვარ, ხო, იმიტომ რომ მოზარდობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რაზეც მოზარდები ცდილობენ რომ პასუხი იპოვონ, არის ვინ არიან ისინი, ხო, დამოუკიდებლად უკვე არა როგორც მშობლის ნაწილად აღიქვავენ, იწყება საკუთარი თავის ახსნა, არამედ როგორც დამოუკიდებელი პიროვნება და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შვილებთან კი იცვლება კომუნიკაციის სტილი. ჯანყი იწყება, ხო, მოზარდის მხრიდან მშობლების მიმართ, რადგან ამ ფორმით მოზარდი ცდილობს რაღაცა საკუთარი პირადი საზღვრების შემოსაზღვრას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენ შვილთან არა, ესე ვთქვათ, უფროს უმცროსი სტილით ურთიერთობა, არამედ ნელ-ნელა გადავიყვანოთ აი ამ რაღაცა პარტნიორულ, რაღაცა მეგობრულ ჭრილში, რაც ამ ჩვენს მოზარდებს ხელს შეუწყობს იმაში, რომ მთლად არ გაწყვიტონ ჩვენთან ურთიერთობა. პირველ პერიოდში გარდატეხის ასაკის დასაწყისში განსაკუთრებით, ხო, სანამ ეს მოზარდი ადაპტირდება, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ მოზარდის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ბევრი ცვლილებები არის, ემოციური ცვლილებები არის, კოგნიტური პროცესები იცვლება და სწორედ აი ეს ცვლილებები იწვევს თავიდან ცოტა ხის ურთიერთობას, ხშირად არის, რომ აი ეს აგრესიის და გუნება განწყობილების ცვლილებები ხდება, არა იმიტომ რომ რაღაცა ესეთი გახდა შვილი, არამედ სწორედ აი ამ გარდატეხის ასაკისთვის ეს დამახასიათებელია და ეს უნდა აღვიქვათ როგორც სიმპტომი და უნდა დავეხმაროთ ჩვენ შვილებს ამ მიმართულებით მაქსიმალურად ნაკლებ მტკივნეულად ადაპტირდეს ამ ახალ გამოწვევებთან. ხო. სხვათა შორის აი გარდატეხის ასაკი ახსენე და გარდატეხის ასაკისთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე შეკითხვაც, მათ შორის იყო ანუ მაგალითად როდესაც რამის ყიდვა უნდა შვილს მხოლოდ მაშინ ურთიერთობს ჩემთანო. იყო ესეთი შეკითხვაც. ანუ ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია ვუთხრათ მშობელს? ეს უფრო მკვეთრი ხდება მაშინ, როდესაც ამ ტიპის ესე ვთქვათ, გამოწვევას მე არ მიყვარს სიტყვა პრობლემის თქმა, ამიტომ ყველა ესე ვთქვათ, პრობლემას ვეძახი გამოწვევას. როდესაც ამ ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რეალურად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ რაღაცა საკომუნიკაციო შინაარსი თემები გვაქვს დაკარგული და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი არის, რომ გავიაზროთ მანამდე რა ტიპის კომუნიკაცია გქონდა, იმიტომ რომ ხშირად ამ ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებთან, გამოწვევებთან, სტრესებთან მიმართებაში ჩვენ გვავიწყდება და იმდენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გვაქვს, რომ
გვავიწყდება, რომ მხოლოდ პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით შვილებთან ურთიერთობა რეალურად იწვევს ჩვენს შვილებში ემოციურ სიცარიელეს. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შვილებს ჭირდებათ, ეს ჭირდებათ ჩვენთან ემოციური კონტაქტი, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ჩვენ უპირობოდ გვიყვარს ისინი, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი მხარდამჭერები ვართ და უკვე აი ამ ტიპის ურთიერთობის ჩამოყალიბების დროს, ხო, ჩნდება მერე უკვე სხვა ტიპის შინაარსები, ხო? იძულებით, მოდი ერთსაც დავამატებ, სანამ უშუალოდ დეტალურ შეკითხვებზეც გადავალთ, ხო? იძულებით და ვალდებულებით ემოციის გამოწვევა და თუნდაც საკომუნიკაციო შინაარსის მოფიქრება არაფრის მომტანი არ არის. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვაქვს განცდა, რომ რაღაცა კომუნიკაცია გაგვიუარესდა ჩვენ შვილებთან, უნდა დავფიქრდეთ, რომ რა შინაარსებით, რა საინტერესო თემებით, ჩვენი მოზარდისთვის საინტერესო თემებით და არა ჩვენთვის საინტერესო თემებით შეგვიძლია დავამყაროთ მოზარდთან ურთიერთობა და მათ შორის რა ტიპის და ფორმის კომუნიკაცია არის მათთვის უფრო მისაღები. აი მარტივ რაღაცას ვიტყვი, მეც მყავს მოზარდი შვილი და მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირად მირჩევნია თუნდაც სატელეფონო კომუნიკაცია მქონდეს, ჩემს შვილს ურჩევნია, რომ მქონდეს მიმოწერით, მესენჯერით მქონდეს კომუნიკაცია. ამიტომ მე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფრო მინდა ხმის გაგონება მისი, ხო, უარს ვამბობ ამ ჩემს მოთხოვნილებაზე, იმიტომ რომ თუ მე მასთან მინდა კომუნიკაცია, რაღაცნაირად უნდა შევძლო ადაპტაცია მის ხო, საკომუნიკაციო არხებთან. იმიტომ რომ კომუნიკაცია მქონდეს, ხო? იმიტომ რომ იძულებით, ხო, შეიძლება მე მითხრას, რომ ხმა ვერ გავიგე ტელეფონის და არ მიპასუხოს, თუ არ უნდა ტელეფონზე პასუხი. და თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოკეი, ხო, მე მჭირდება, ვთქვათ, ვიცოდე სად ხარ, რა ხარ, როგორ ახარ და ამისათვის, ვთქვათ, შენთვის ყველაზე მოსახერხებელი საკომუნიკაციო ფორმა როგორი არის და მე ვიგებ და მივიღე, რომ ეს არის, ვთქვათ, მესენჯერით, ხო, მიმოწერით, ეს ვთქვათ, კომუნიკაცია. ну, ამ შემთხვევაში თუ ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზანი და არა ფორმა, მაშინ ამ ფორმას ვიღებ და ამ ფორმასთან ადაპტაციას ვაკეთებ. სხვა საკითხი არის, რომ ჩვენ ამ გადატვირთულ ჩვენ ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში და იმდენად ბევრი ვალდებულებები გვაქვს და იმდენად ბევრ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, რომ ხშირად გვავიწყდება და არ ვიცით, ეხლა მე ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, რომ არაერთ მშობელს ვუწევ ფსიქოკონსულტირებას, აი ამ სწორედ მოზარდებთან ურთიერთობის, ვთქვათ, კრიზისთან დაკავშირებით, მოზარდებთანაც ძალიან ბევრ მოზარდთან ვმუშაობ და ხშირად პრობლემა არის ის, რომ პრობლემა არ იციან რა აინტერესებთ თავიანთ შვილებს, რეალურად რა აინტერესებთ. მშობლებმა კარგად იციან, მშობლებს რა უნდათ, რომ აინტერესებდეთ მათ შვილებს, ხო? აი მარტივი რაღაცა არის ხოლმე ვეკითხები, რომ ამა თქვენი აზრით, თქვენი შვილის ყველაზე საყვარელი ფერი რომელია, რომელი ფერი მოსწონთ, რა ფერები მოსწონთ. ან რა არის თქვენი შვილის ყველაზე საყვარელი საჭმელი. ზოგჯერ მარტივი პასუხია ხოლმე junk food-ს ჭამს, კი თინეიჯერებს უყვართ junk food-ი, მაგრამ ამ junk food-შიც ხო ბევრი ის არის, რა ქვია, სახეობები არის, ხო და ზოგჯერ არის, რომ თუ ჩვენ კომუნიკაციის დამყარება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, ხო, აი საერთო წერტილები, რა საერთო წერტილები შეიძლება მოვძებნოთ, რომ მისთვის საინტერესო იყოს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხო კომუნიკაცია გვინდა ჩვენ შვილებთან. და არა ისე, როგორც მაგალითად ჩვენო წარმოგვიდგენია, ან მშობელს წარმოუდგენია, ან ზოგ შემთხვევაში მიდგომა უნდა შეცვალოს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რა უნდა თვითონ ბავშვს და მოზარდს, ხო? სწორად გავიგე. ხო, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ მშობლები და მე აი ახლა ჩემ პრაქტიკიდან ისევ შემიძლია ვთქვა და ისევ მოზარდებიდან მოუწოდებული, ხო, აი ამ მუშაობის პროცესში რას ვიძახ, რომ მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მოусმინონ თავიანთ შვილებს. და ეხლა ავხსნი რას გულისხმობ მოსმენაში. მშობლები ხშირად შვილებს უსმენენ, იმიტომ რომ თავიანთი გამზადებული პასუხი აქვთ რაღაცა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. და აი ეს მოსმენა მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ დავადგინოთ
მათ რა ინტერესები აქვთ, მათ რა საჭიროებები აქვთ, მათ რა მოთხოვნილებები აქვთ და აი ამ დაიდენტიფიცირების შემდეგ უკვე შევძლებთ რეალურად დავადგინოთ და შევძლოთ საერთო პოზიტიური შეხების წერტილები ვიპოვოთ ერთმანეთთან. ამიტომ აქტიურ მოსმენას და გააზრებას, რომ თქვათ, რატო უჩნდება თუნდაც ეს შეკითხვა, რატო უჩნდება ეს მოთხოვნილება, ხო? აი ამ ქცევის უკან რა დგას, იმიტომ რომ ხშირად მოზარდები იმიტომ რომ ჩვენი ყურადღება მიიქციონ იმ ხრივ, რომ გვაჩვენონ, რომ რაღაცას გვიპროტესტებენ, ხო, რაღაცა დემონსტრაციულად იქცევიან. ხო, რაღაცა დემონსტრაციულად გამაღიზიანებელი ქცევებიც აქვთ ხოლმე. კიდე ეს ხოთ შორის ეხლა რასაც ამბობდი, ეს არა მხოლოდ შვილებზე, ალბათ ჩვეულებრივ ნებისმიერ ურთიერთობაში გამოსაყენებელი არის, რომ რეალურად მოსმენა და აი რო ახსენე გამზადებული პასუხები. რეალურად ზოგადად სამყაროში, ზოგადად ნებისმიერ ურთიერთობაში არის მაგის პრობლემა, რომ თითქოს ერთმანეთის მოსმენას კი არ ვიწყებთ, არამედ უკვე წინასწარ გამზადებული პასუხი გვაქვს, რომელზეც გააზრების გარეშე გვინდა რომ ის უპასუხოთ. და ეს არა მხოლოდ შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობაში, არამედ ზოგად თემაშიც შეგვიძლია გადავიტანოთ და ძალიან კარგი აქცენტი იყო, რომელიც მე პირადადაც ძალიან გამომადგება იმაში რა ქვია, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძირითადად ეხლა თან რო გისმენდი, უყურებდი კითხვებს და რამოდენიმე შეკითხვა მინდა რომ გამოვტოვო, იმიტომ რომ რეალურად ეს კითხვები იყო სწორედ ამ მოსმენასთან დაკავშირებით, რომ ანუ მაგალითად შვილთან პრობლემა ექნებოდათ, იმიტომ რომ რაღაცა თავისი წარმოდგენებით ვერ უდგებოდნენ და ფაქტობრივად ესეთ მშობლებს უკვე ვუპასუხეთ. ერთ-ერთი ერთ დავამატებ ნათია, სანამ ახალ შეკითხვაზე გადავალთ. ერთი არის, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მოსმენა შევძლოთ შვილების, რომ ხშირად აი საკუთარ თავსაც რო ჩაუღრმავდეთ, ხშირად რაღაცა კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ბარიერებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პასუხები, მაგრამ ზოგიერთ ეს პასუხი ჩვენთვის ძალიანაც მოსაწონი არ არის და გვჭირდება რომ ვიღაცამ გვითანაგრძნოს, მხარი გაგვიწიროს, ხო და ამ მიმართებაში მოზარდები გარდატეხის ასაკში ძალიან მოწყვლადები არიან. მათ რეალურად აი ამ თავიანთი ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, ხო, სხეულებრივი ცვლილებები არის, ემოციური ცვლილებები არის, სულ ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში და თუ კი ჩვენ ამ ხრივ მათ მოსმენასაც ვაკლებთ და მხარდაჭერას ვაკლებთ, რეალურად კიდევ უფრო ვუმძიმებთ ამ ურთულეს გარდატეხის ასაკს. ამიტომ არის რომ ხას უხო რომ მოსმენა და მხარდაჭერა და ეს უპირობო სიყვარულის თემა არის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა ნებისმიერ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, როდესაც თვითშეფასება იწყებს ჩამოყალიბებას და ძალიან მყიფე არის და სულ რაღაცნაირად გამყარება ჭირდებათ, ხო, აი ამ თინეიჯერებს, რომ ისინი მართლა მნიშვნელოვნები არიან, რომ ისინი სიყვარულის ესე ვთქვათ, შინაარსები არიან და რაც მთავარია, როდესაც სიყვარულზე, მხარდაჭერაზე და მოსმენაზე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ იმისთვის რომ ეს ჩემი შვილი მიყვარდეს, მას არანაირი დამსახურება და რაღაცა ქმედება არ აქვს განსახორციელებელი, აი უპირობობაში ამას ვგულისხმობ. რომ სიყვარულს, პატივისცემას და მოსმენას დამსახურება არ ჭირდება. ნამდვილად გეთანხმებით. შემდეგი არის სხვა შორის, ანუ აქამდე რა კითხვებით წავიკითხე და ყველა იყო თითქმის რომ აი ემიგრაციაში მყოფი მშობლის კითხვა, შვილი როდესაც ყავს საქართველოში დატოვებული და ეს კითხვა რატომაც ამოვარჩია იყო ის, რომ შვილი ყავს სასწავლებად წასული სხვა ქვეყანაში და ვიცი რომ სასწავლებლად წავიდა, ვიცი რომ მისი მომავლისთვის უკეთესია ასე, მაგრამ არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიყო. ანუ კატასტროფულად აქვს ცხოვრება წარმოქმნილი სულ ველოდები დროს, როდის დამირეკავს რომ გავიგო, რამე ხომ არ უჭირს, რამე შეხوار უნდა ჩემი დახმარება და ხანდახან ღამებით არ მძინავს ეს ქალბატონი ესე იწერება. ალბათ ეს შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის საკითხი არ არის და სხვა გადაცემა შეგვიძლია ამაზე საუბარი, მაგრამ რეალურად რა შეგვიძლია ამ ნაწილში რომ განვიხილოთ, რა შეგვიძლია რომ ვურჩიოთ. ამ საკითხში მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ხშირად
როდესაც მშობლები ვართ, ხო? აი რაღაცა ამ პასუხისმგებლობებისთან, აი ამ უსაზღვრო სიყვარულის გამო, რომელიც ჩვენ შვილების მიმართ განვიცდით, თითქოს აი ეს ჩვენი დედობა ეს არის სოციალური როლი, ხო? და აი ეს სოციალური როლი თითქოს ჩვენ მთლიან პიროვნებას შთანთქავს ხოლმე და ვიკარგებით. და მე ძალიან რთული არის, როდესაც ჩვენი შვილები იზრდებიან, ამ მიმართულებით მივანიჭოთ თავისუფლება. პირველი ამ ქალბატონს რაც შემიძლია, რომ ვურჩი არის ის, რომ დამყაროს ეფექტური ღია ურთიერთობა თავის შვილთან და ელაპარაკოს თავის ემოციებზე და შეთანხმდნენ წესებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ გარდატეხის ასაკში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები ხშირად ძალიან დიდ თავისუფლებას ითხოვენ, ჩვენ ამ დიდ თავისუფლებას ვერ ვანიჭებთ ხოლმე, ხო? და ამიტომ რაღაცა წესების არსებობა ურთიერთობაში არის ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თუ ჩვენ გვინდა, ხო, აი ხშირად არის საუბარი პოზიტიური მშობლები რო ვიყოთ, ანუ მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს ხელს უწყობენ განვითარებაში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ღიები და შევთანხმდეთ, ვთქვათ, კომუნიკაციის სტილზე, კომუნიკაციის ხარისხზეც და ინტენსივობაზეც ჩვენ შვილთან. ოკეი, მე ჩემი შვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, კი ზრდასრულია, მაგრამ ნუ ელენე ჩემთვის სულ ჩემი ელენე იქნება, ხო? და მეც ხშირად მაქვს ხოლმე ფიქრები, რომ აი ხარ ასაკეთებს, როგორ აკეთებს, მეც ვღელავ, მაგრამ იმისთვის რომ და ვიცი რომ ეს არის ჩემს ყველა დედის ესე ვთქვათ წყალებში თითი არის რომ ჩვენი ზრდასრული შვილები რომლებიც ბუდიდან გვიფრინდებიან ხო რაღაცა ნოსტალგიები სულ გვექნება მაგრამ მეორე თემა არის რომ იმისთვის რომ ეს ნოსტალგია არ იყოს შემაშინებელი და არ იყოს მტკივნეული ვთქვათ შეიძლება შევთანხმდეთ კომუნიკაციის ფორმაზე ხო რომ მე რომ ვიცი რომ ჩემი შვილი ყველაფერს მიყვება თავისი ცხოვრების შესახებ. მე და ჩემ შვილს გვაქვს დათქმული დღეები და დროები, როდესაც ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს. იმიტომ რომ მეც გადატვირთული ვარ, ისიც გადატვირთული არის და ზოგჯერ არის, როდესაც მით უმეტეს სხვა ქვეყნებში არის დროითი სარტყელიც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ხოლმე, ხო? კომუნიკაციის სტილზე. ამიტომ აი ეს შეთანხმებაც რომ მოდი იცი რა არის დაუშვათ, აი ეს დღე ამ საათზე იყოს ჩვენი კომუნიკაციის ვთქვათ დღე, ხო? და ამ მიმართულებით, ხო, ვიღებთ ვცვლით ერთმანეთთან ინფორმაციას. ეს ძალიან გაუადვილებს ერთ-ერთს და მეორე მხრივ ამ ადამიანმა ჩვენ დედება უნდა ვისწავლოთ, ჩვენი დედობის გარდა სხვა ჩვენი სოციალური როლების, ჩვენი სურვილების, მიზნების და ცხოვრების, ხო, რაღაცა ამოცანების დაიდენტიფიცირება. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მიზნების დაიდენტიფიცირება, მაშინ რეალურად ერთადერთი რაც გვრჩება არის რომ ხდებით ტოქსიკური მშობლები და ვიწყებთ ჩვენი შვილების პირის რღვევას და მის ცხოვრებაში ესე ვთქვათ ინტენსიურ ძალადობრივ ჩარევას ესე ვიტყვი. აი ახლა შემოვიდა შეკითხვა და ბარემ ამას წავიკითხავ ლაივში შემოსულ შეკითხვას. რა შეიძლება გავაკეთო შვილთან ერთად, როცა ემიგრაციაში ვარ და ისეთი ახლო კონტაქტი აღარ გვაქვს ერთმანეთთანო? ამასთან დაკავშირებით მგონი გადაცემაშიც ისაუბრე შენს რესპონდენტთან ერთად, მაგრამ შეგვიძლია რომ მოკლედ აი რაღაც ლაივში შეგვიძლია კი ბატონო. ანუ მოდით ესე ვთქვათ, ისეთი ახლო კონტაქტი არ გაქვთ, ანუ თქვენ კი პირისპირ კონტაქტს ნამდვილად ვირტუალური კონტაქტი ვერ შეცვლის, მაგრამ ამ მიმართულებით ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იმ მხრივ, რომ თქვენ გქონდეთ თქვენ შვილთან კონტაქტი შესაძლებელი არის. უბრალოდ ხშირად ახლა მე ბევრი ემიგრანტთან ვმუშაობ და მათ შორის ბევრი სტუდენტი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობს და ონლაინ ვმუშაობ მათთან. ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც მშობლები, განსაკუთრებით ბავშვების მთავარი პრობლემა რა არის, რომ როდესაც მშობლები ემიგრაციაში არიან და ეს მშობლები რომ ძალიან დაღლილები არიან, ამ შვილებთან კომუნიკაციის დროსაც აი ეს დაღლილობა, ეს გადამწვარობა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ამ კომუნიკაციას თანსდებს და ამ ჩვენ შვილებს, ხო, აი ამ მოზარდებს რაღაცა დანაშაულის განცდაც კი უჩნდებათ ხოლმე, რაღაცა ვალის განცდა უჩნდებათ, რომ
ვალი აქვთ მშობლების რაღაცა და როდესაც ესეთი ნეგატიური ფონი გასდევს კომუნიკაციას, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ჩვენ ადამიანები ხომ ვცდილობთ, რომ ნეგატივს გავექცეთ. ამიტომ მე ვიძახი, რომ მშობლობა ეს არის პროფესია, რომელიც 24 საათი კვირაში 7 დღე შეუსვენებს და შეფლების გარეშე გვიწევს, რომ შევასრულო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სულთან გქონდეს გახსნილი ღია ურთიერთობა. გენატრებად უთხართ, ნუ დაუმალავთ, რომ უთხარით, რომ გენატრებად. გჭირდებათ მისგან რაღაცა ტიპის ესე ვთქვათ, კომუნიკაციის ან უკავშირის მიღება, უთხარით, რომ თქვენ ესე გჭირდებათ და შეთანხმდით, როგორ შეიძლება, რომ თქვენი ორივე მხარის, ესე ვთქვათ, მოთხოვნილება დაკმაყოფილებულ იქნას. ანუ ხშირად მშობლები თუნდაც ხო, აი მე ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, რომ ელენეს ვეუბნებიო, რომ გენატრებაო და კი მეთქი, ვეუბნები, რომ დედი ძალიან მენატრები. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარხარ, ხო? და ხშირად აი ამ სიტყვების და აი ამ ემოციების გამოხატვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თან განსაკუთრებით, როდესაც ემიგრაციაში არიან ხოლმე მშობლები, აქ დარჩენილი, ესე ვთქვათ, აღმზრდელები ხშირად აშინებენ ხოლმე. ხა მე აი ჩემს ერთ კლიენტს გავიხსენებ, რომლებსაც მუდმივად აშინებენ, რომ აი ხა დარეკავს დედა შენი და ვეტყვი და ფაქტობრივად ხო, აი ამ ხრივ, ესე ვთქვათ, რაღაცა მკაცრი დედა იღებს, ან მამა ნიშნობა არ აქვს, ხო, რაღაცა მკაცრი სადამსჯელო როლში გადადის დედა, რაც ძალიან არ არის სასურველი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ვესაუბროთ მათ ინტერესებზე, მათ ემოციებზე, რომ მათ შვილებსაც ენატრებათ. და თუ ჩვენ ვიქნებით მაგალითი იმისა, რომ დავიწყებთ ჩვენს რეალურ ემოციებზე, ჩვენს მოლოდინებზე საუბარს, ამით მაგალითს მივცემთ, რომ ჩვენმა შვილმაც ისწავლოს თავის ემოციებზე საუბარი. არ ვიცი, რამდენად შევძელი პასუხის გაცემა, თუ დეტალური მე ისე ვიტყვი, რომ მოგწერეთ და შევეცდები დეტალურად ყველა შეკითხვაზე უფრო ამომწურავი პასუხი გავცეთ, თუ კი ლაივში ვერ შევძელით პასუხის გაცემა. ერთ კითხვასაც წავიკითხავ, იმიტომ რომ რეალურად უკვე გავცით ჩვენ ქრონომეტრას, რაც გქონდა გათვლილი. უბრალოდ იმდენად მომხვდა მე თვითონ გულზე ეს შეკითხვა, რომელიც ერთ-ერთ ჯგუფში დაიწერა, რომ მინდოდა რომ გამეზიარებინა შენთვისაც. ვიყავი ემიგრაციაში 4 წელი, დაუბრუნდი სამშობლოში 1 წლით. თუმცა ჩემი შვილი ხშირად მეუბნება, რომ ბევრად უკეთ იყო, როდესაც მასთან არ ვიყავი და ჯობს ისევ წავიდე. ახლა ვფიქრობ, ისევ დავბრუნდა საბერძნეთში, სად დავუშვი შეცდომა, ან როგორ შეიძლება აღვადგინო მასთან ურთიერთობაო. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ყოველგვარი დადანაშაულების და ყოველგვარი აი ამ ნეგატივის გარეშე შეეცადეთ, რომ ესაუბროთ თქვენს დროს, აი უკეთესად რო იყო, დაუშვათ, ანუ რა დაკარგა დედის ჩამოსვლით. იქნება აი ის კომუნიკაციის ფორმა, რომელი კომუნიკაციის ფორმაც ახლა დედასა და შვილს აქვს, ხო? აი ეს ფორმა არის მიუღებელი შვილისათვის. იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ აი ესე რეალურად რო შევხედოთ, რომ ვინმეს ადამიანს არ უნდოდეს მის გვერდით იყოს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს. მე ალბათ მე საიდან გამოვდივარ, იცი, შენ წეგან ახსენე, ეს არის რა ქვია, ურთიერთობის სწავლის პროცესი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის სწავლის პროცესი და ალბათ აქ ზუსტად აი 4 წლის გამოტოვება ცხოვრებაში, ალბათ ისევ მშობელს აბრუნებს იმ პატარა შვილთან, რომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა, თქო და ალბათ ვიძახი, რომ ანუ ფორმა, ხო, ბავშვები გაიზარდნენ, ინტერესები შეეცვალათ, მერე ხო გაგიგია შვილს შემოჩვევა, ნუ გადამაჩვევა. მე როდესაც მშობლები ჩამოდიან, შეიძლება ძალიან უნდათ, ხო, მეც მესმის, რომ მეც საზღვარგარეთ როცა ვსწავლობდი და ჩამოვდიოდი ჩემ შვილებთან, ხო, მინდოდა, რომ აი ის დრო, რომელიც ხო სულ მენატრებოდა რაღაცნაირად ამენაზღაურებიდან და სულ ჩემ შვილებთან ყოფილიყავი და ამით რეალურად ამ ჩემი ნოსტალგიით ვახრჩობდი. იმიტომ რომ ხო გადაჩვეულები იყვნენ აი ესეთ ინტენსიურ ფორმას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს
ეტაპობრივად, ხო, შეუჩვეულს შემაჩვევს, შეჩვეულს გადამაჩ. ეტაპობრივად თან და თან პოზიტიური შინაარსებით, ღიაობით დავიწყოთ ახალი ურთიერთობის არქიტექტურის აგება. და მე ერთადერთი რაც შემიძლია ყველა მშობელს ვუთხრა, არის ის, რომ ხშირად, აი ხო არის ნათქვამი, რომ წყლის წვეთიო, ქვასაც ხედქავსო. გარდატეხის ასაკში თავიდან, როდესაც ჩვენ გვინდა აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა ბარიერები გვაქვს, გვინდა რომ უცებ შევცვალოთ კომუნიკაცია. უცებ არ იცვლება. ყველაფერს სჭირდება დრო, ხო, იმისათვის რომ მომწიფდეს. ამიტომ აი ეს მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მშობელს ჰქონდეს და აი ესე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ყოველგვარი დადანაშაულების, ვალდებულების, აი ხშირად მე მესმის ხოლმე, რომ როგორ ჩემი შვილი არ არის ვალდებული, რომ უყვარდე? არ არის. როგორი მწარეც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ემოცია ვალდებულებით არ აღმოცენდება. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიღაცებს ვუყვარდეთ, ხო? ვიღაცები ვითვალისწინებენ, მათ შორის ჩვენი შვილებიც, ხო? მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა შევაყვაროთ თავი. მართლა შევაყვაროთ. ჩვენი მოთმინებით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი ღიაობით, ჩვენი ემოციების გაჟღერებით, პატივისცემით, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შვილს ესმოდეს, რომ მე მას, ხო, ჩვენ შვილებმა იცოდნენ, რომ მათ ენდობიან, მათ პატივს სცემენ, ხო? და ისინი უყვართ. ძალიან კარგ აქცენტებს გავედით დღეს, ხო, რაღაც ამბობდი კიდევ დაგასრულებ. აი შესაჯამებლად რა, თინეიჯერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა რამ ხალხ განათლებას აძლევთ თუ ემოციური კავშირი დაკარგეთ თქვენ შვილებთან. და ყველაზე კარგი ის არის, რომ თუ რაღაცა გაფუჭდა, აღდგენად შეიძლება უბრალოდ აი ეს მოთმინებით და მნიშვნელოვანი არის, თუ თქვენ რეალურად გინდათ, რომ თქვენი თინეიჯერი შვილები გაიზარდონ წარმატებულები, ბედნიერები, ლაღები და თავისუფლები, მნიშვნელოვანი არის, რომ ესენი აღიარებას გრძნობდნენ ჩვენი მხრიდან. გრძნობდნენ სიყვარულს ჩვენი მხრიდან. გრძნობდნენ, რომ მათ უსმენთ ჩვენ და მხარდაჭერას ვუცხადებთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესებს რო ვახსენებ, ალბათ ცალკე თემა უნდა გამოვიტანოთ, ვთქვათ, როგორ შევადგინოთ წესები და ხო, აი ამ როგორ დავიცვათ წესები შვილებთან, ხო? რომ წესების შედგენის დროს როგორც სანქციები არსებობს, ასევე წამახალისებელი თემებიც არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით რეალურად შევძლოთ ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება. შევადგინოთ წესები, წავახალისოთ, ვაღიაროთ და რაც მთავარია, ვენდოთ. იმიტომ რომ მე ახლა ჩემი გამოცდილებიდან რაც შემიძლია თქვა, 90% 15-დან 18, მე 15 წლიდან ვმუშაობ, ძირითადად 15-დან 18 წლამდე მოზარდების მთავარი პრობლემა არის, რასაც ჩემთან აჟღერებენ, რომ მე დედაჩემი არ მენდობა. მე მამაჩემი არ მენდობა. რომ მას უნდა რომ გავაკეთო ის, რაც თვითონ უნდა. და მე ამის გაკეთება არ მინდა. ამიტომ ინტერესების დაიდენტიფიცირება, სიყვარული, აღიარება არის ის სამი მთავარი კომპონენტი, რომელიც რეალურად საფუძველს უქმნის ბედნიერი, წარმატებული და ლაღი ადამიანის ცხოვრებას. მგონია რომ აი ამ ნაწილს ყველა მშობელმა უნდა მოусმინოს და უკვე დასრული შვილები ვისაც ყავთ, მგონი იმ მშობლებმაც აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიაზროთ. ის არის როგორ მინდა რომ თქვათ ისიც რომ როგორ შეიძლება რომ შენ დაგიკავშირდნენ, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ აი რაღაც ნაწილში მიიღო რჩევები, მაგრამ ამ საკითხზე უფრო ღრმად უნდათ მუშაობა და შენ მე კი ვიცი როგორ ხდება შენთან ჩაწერა და თუნდაც კომუნიკაცია, მაგრამ მინდა რომ მაინც მაყურებელი ვინც ამ ვიდეოს ნახავს, აი ლაივ სტრიმში ახლა არის ჩვენთან, ავუხსნათ როგორ ხდება შენთან ჩაწერა თუნდაც კონსულტაციაზე. ხო, კონსულტაციაზე ჩაწერა იქნება, რაღაცა კონკრეტული შეკითხვა იქნება, რომელზეც პასუხის მიღება უნდა
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემს Facebook გვერდზე, ხო, ფსიქოლოგი ნინჯაჯი არსებობს ესეთი Facebook გვერდი, რომელიც საკმაოდ აქტიური არის და ძალიან ბევრი ფიქრობ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევს და შემოსული შეკითხვების მიხედვით ამ ესე ვთქვათ შინაარსებსაც უფრო გავააქტიურებ ჩემს გვერდზე. შეუძლიათ მომწერონ პირად შეტყობინებაში და მე შევეცდები რომ მაქსიმალურად ოპერატიულად გავცე პასუხი. ნუ ხო, თუ რაღაცა სესიის დანიშნა მოუნდებათ, ესეც პირად შეტყობინებიდან შესაძლოა მიიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ჩაწერა და რომელ დღეს სად ვმუშაობ. მე მეგობრებო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ გვისმენდით, თქვენთვის საინტერესო იყო ეს ჩვენი ლაივი. აუცილებლად უნდა დავაანონსო, რომ შემდეგ ხუთშაბათს 21 საათზე ჩვენ გვექნება ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება მარინა გეგელაშვილი, ფსიქიატრი, რომელთანაც ერთად მე ვისაუბრებ მედიკამენტებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა, რა როლი აქვს მედიკამენტებს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხით, გამოიწერეთ დარიო რადიოს YouTube-ის არხი, გვიყურეთ ყოველ ხუთშაბათს 21 საათზე და რაც მთავარია, მოგწერეთ თქვენი შეკითხვები და ჩვენი გადაცემის შინაარსები აგებული იქნება თქვენთვის საინტერესო თემების მიხედვით. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ამ გადაცემას ვუძღვებოდი მე ნინჯაჯია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და რაც მთავარია, ამ გადაცემის წაყვანაში მხარს მიჭერდა ჩემი მენეჯერი ნათია გაფრინდაშვილი. ნათია, მადლობა. მადლობა შენ საინტერესო გადაცემისთვის, ჩემთვისაც ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაც აი მშობლების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს მეც შევინახე, ასე რომ ვთქვათ, ჩემს გონებაში, რომ შემდეგ აუცილებლად გამოვიყენო, როცა თუნდაც მშობელი გავხდები. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით. დროებით.